კომუნალური მომსახურების ცენტრი და დასუფთავების სამსახური გაერთიანდება. გომისფრის და სპორტის განვითარების საინფორმაციო ცენტრები კი სავარაუდოდ არსებობას შეწყვეტენ. ამ საკითხების განხილვამ საკრებულოს კომისიების ხდომაზე ხმაური ჩაიგარა. გაურკვევლობამ კომუნალური და დასუფთავების სამსახურის ირგვლივ უამრავი კითხვა დაბადა. როგორც გაირკვა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი შემცირდება თუ არა შტატები, ვინ იქნება ახალი გაერთიანებული AIP-ის ხელმძღვანელი და განიცდის თუ არა ცვლილებას დაფინანსება. უზბეკეთის AIP დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტი 2013 წლის ბიუჯეტის განსაზღვრული ასიგნებები შეადგენს 700.000, კომუნალური მომსახურების ცენტრის შეადგენს 180.000. მე მაგალითად მოხდება მიმართულებას, რომ დაუტიოთ პირობითად იგივე თანხა, მაგრამ ამ ორი ორგანიზაციით ეს შიდა ადმინისტრაციების ხარჯზე შემცირდება ეს რესურსი თუ ასე შემდეგ, უფრო ეფექტური გავხადოთ. იმიტომ რომ რეალურად მოდი თქვა სოფლებში, დაბებში, ასე შემდეგ არის ბევრი მეუგვარებადი საკითხი, თუნდაც იმ დასუფთავების კუთხით შესაბამისად. რაც შეეხება გომის მთისა და სპორტის განვითარების საინფორმაციო ცენტრებს, აღმასრულებელი შტოსგან მიღებულმა წერილმა, რომელშიც გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე არამიზნობრივი ხარჯვის გამო AIP-ების გაუქმებას ითხოვდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიტყვა არამიზნობრივის გამოყენება საკრებულოს წევრებმა უმართებულად მიიჩნიეს და ღურჯუმელიძე კომისიის ხდომაზე დაიბარეს, სადაც გამგებლის მოადგილემ თავისი პოზიციები დააფიქსირა. არამიზნობრივი კვალიფიკაცია არ მიგვიწია ჩვენ ეს იყო სიმართლე გითხრათ არაეფექტური მიზანი შეუწონებლად მივიჩნიეთ ჩვენ უბრალოდ ჩავთვალეთ და შუამდგომლად შევედით ამ საკითხის განსახილველად და ხო მოკლედ ასთა სხვადასხვა გამოიწვია ამ სიტყვამ, მაგრამ მე მგონი რაღაც პრობლემატური არ უნდა იყოს ამ მომენტში. სხვაგვარად ფიქრობს კოალიცია ქართული ოცნების წევრი დიმიტრი კვარღელიძე. მისი თქმით, თუ AIP-ის ლიკვიდაცია საჭიროა, მაშინ ამის მყარი არგუმენტებიც უნდა არსებობდეს. კვარღელიძე საკრებულოში შექმნილ პოლიტიკურ გარემოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. თუ ეს არაეფექტური იყო ეს სამსახური, რომელიც მუშაობდა, მაშინ უნდა გვინდა ალტერნატივა. რაც ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებას, გომისთავს პატრონობთ, გომისთავს უბრუნებთ სახეს თუ გომისთავს ისევ მართლაც ტოვებთ პატრონობის გარეშე. ამიტომ ლიკვიდაცია თუ ისა მართლაც არამიზნობრივი იყო და არაფექტური იყო მისაღებია, მაგრამ მინდა ალტერნატივაც, რომ გომისთავს როგორ ესახებათ გომისთვის განვითარება. კიდევ ერთხელ დავწუნდი იმაში, რომ აი ამ ხალხთან, აი ამ კომისიასთან თუ ექნება თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალი, მართლაც შეიძლება მუშაობა. აღნიშნული საკითხები მალე საკრებულოს ხდომაზე გავა, თუმცა მიიღებს და მხარს დაუჭერს თუ არა თვითმმართველი ორგანო აღმასრულებლის მოთხოვნას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.